მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ VBP-ის მეორე მოდელზეც. ეს არის Mini Jack 762-29-ზე. Რა თქმა უნდა, ხა VBP-ის ისტორიაზე ბევრს არ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ წინა ვიდეოში ფაქტიურად ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე. ვიტყვით გარეგნულ გაწყობაზე, გარდა ამისა თვითონ როგორ არის დაკომპლექტებული. ამ შემთხვევაში მადლობას გაუგზავნით გიორგის, რომელმაც საშუალება მოგცა მისი ახალი ნაყიდი ეს იარაღი გამოგვეცა და ასე ვთქვათ ველზე და გვესროლა როგორც სიზუსტეზე, ასევე გადაგვეღო დღევანდელ ვიდეოში. და შემდეგ ორ სიტყვას რა თქმა უნდა ვიტყვით პრაქტიკულ ნაწილზეც და აქსესუარებზე, რომელიც შეიძლება კარგი დამატება იყოს თქვენთვისაც. სტანდარტულად დავიწყებთ კონდახიდან და გავყვეთ ბოლომდე თუ რითია ქარხნად დაკომპლექტებული. როგორც გითხარით, ეს არის AKM-ის ბაზა, ანუ კონდახის დამაგრების სახეობა, რაც არის, ეს არის AKM-ის მსგავსად. ასევე, რა თქმა უნდა, რისივერი, მიმღები, ლულის კოლოფი არის შტამპირებული მეთოდით დამზადებული, უბრალოდ არის შედარებით მოკლე ლული. ამ შემთხვევაში გვაქვს 21 სანტიმეტრიანი ლულა და ლუაზე მე ცალკე კიდევ ვილაპარაკებთ. კონდახს რაც შეეხება, ზოგადად Mini Jack-ები, როგორც სრული ზომის ჯეკები გამოდის სამი კომპლექტაციით, ეს არის ხის ფურნიტურა, ეს არის პოლიმერის და ასევე კვადრეილიანი, რომელსაც ტაქტიკურ მოდელი, რომელსაც დამატებული აქვს ზედა და ქვედა სალულეები პიკატინის ლიანდაგით. ამ შემთხვევაში კონდახი გვაქვს ესეთი ფანერის, რომელსაც აქვს ასევე სათავსო, თუმცა არ მოყვება საკუთნო პენალი, რაც AKM-ებს მოყვება. პისტოლეტის სახელური კი არის მახინჯი და კი არის ძალიან ცუდი ფერის, თუმცა მარტივად რა თქმა უნდა შეგვიძლია გამოვიწეროთ და შევცვალოთ ის ჩვენი გემოვნებით. მჭიდის მომხსნელი VBP-ების დამახასიათებელი რაც არის, ეს არის დაგრძელებული მჭიდის მომხსნელი, ამაზეც მეც ვილაპარაკე და ერთის მხრივ მოსახერხებელია, თუმცა მეორეს მხრივ ზედმეტი გამოშვერილობა იმისთვის, რომ შეიძლება ჩვენ აღჭურვილობას წამოედოს და კომპლექტაციაში ამ იარაღს მოყვება ესეთი 10 ვაზნიანი მჭიდი VBP-ის წარმოების, თუმცა კარგი არის ის, რომ ნებისმიერი AKM-ის მჭიდი, რაც საქართველოში მოიპოვება, იქნება ეს სამხედრო, ყოფილი სამხედრო, იქნება ეს ფოლადის, იქნება ეს მაგპულის, რაც იქნება, რაც მიდის AKM-ზე, ყველა ეს მჭიდი, მათ შორის ეს ბულგარული 10-იანის AKM-ის მჭიდიც, ძალიან თავისუფლად მუშაობს ამ იარაღზე. ცველის სელექტორი მსგავსად 556-იანი VBP-ისა თავიდანვე არის შედარებით დარბილებული და მარტივი მოსახსნელია ცალთითით. საკეთზე როგორც ვილაპარაკეთ წინა VBP-ზე, აი ესეც არის პოლირებული და დაფარვის გარეშე. შიგნით როცა ჩავიხედავთ, მე ვნახავთ, რომ რა თქმა უნდა განსხვავებული ზომაა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გაზის სისტემა ოდნავ სხვა სიგრძის გვაქვს და რა თქმა უნდა ლულა გვაქვს თვითონ სხვა სიგრძის. სექტორული სამიზნე სტანდარტულად როგორც ყველა აკაზია, აქაც გვაქვს სექტორული სამიზნე, თუმცა წინაზეც თქვი, ამ შემთხვევაშიც ეს ამ სექტორული სამიზნის ნიშნულები, რა თქმა უნდა, ამის ასე ვთქვათ, ბალისტიკას, იმ ბალისტიკას, რაც სახელმძღვანელოებით არის AKM-ისთვის, არ დაემთხვევა. რაც შეეხება წინა მხარეს, რადგან ეს ფანერის გაწყობილი მოდელი არის, დაპრესილი ფანერა, რომელიცაც მე დამცავი ლაკი აქვს წასმული, ლულის ზედა და ქვედა სალულეებიც, რა თქმა უნდა, არის შესაბამისად და სხვათა შორის უნდა ითქვა, რომ საკმაოდ ლამაზად არის თვითონ ეს ხის დაფარვა გაკეთებული. ეხლა რა მთავარი სხვაობა რაც არის, ლულის სიგრძეზე მე ვთქვი, რომ ამ შემთხვევაში გვაქვს 21 სანტიმეტრიანი ლულა და როგორც ხედავთ, ეს გაზბლოკი როგორც იგივე მე-100 სერიის საშუალო ზომის კალაშნიკოვებზე, აქაც გვაქვს 90 გრადუსიანი გაზბლოკი თვითონ, ანუ გაზის მილი და ერთი საინტერესო ნიუანსი რაც არის, როცა ვნახავთ როგორ არის დაპინული, ვნახავთ რომ რუსულ AKM-ებზე, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ შევადარეთ ვეპრს, თითქოს ეს პინები უფრო უკეთესად არის გაკეთებული, რადგანაც ბოლომდე არ არის გამოსული და უკანა მხარეს გადაბრტყელება არ აქვს. რა თქმა უნდა ეს დიდხნიანი გამოყენების შემდეგ გამოჩნდება, არის თუ არა ეს პრობლემა, თუმცა როგორც წესი ზოგადად ეს დაპინვა ითვლება ასე ვთქვათ ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მეთოდად იმისთვის რომ მოხდეს გაზბლოკისა თუ რისი იქნება, რა ნაწილის იქნება მათი ფიქსაცია. რაც შეეხება ლულის დაბოლოებას, ვიზუალურად ეს ძალიან გავს AKS-ს, ასე ვთქვათ, ბუსტერ ალმქრობს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს დამატებით გაზის კამერას, რაც მოკლე ლულებში, რადგანაც მოკლე ლულაში, რა თქმა უნდა, ტყვია უფრო მალე ტოვებს ლულას, დამატებითი აირების წვა ნელდება სწორედ ამ კამერაში, იმისთვის რომ საიმედოდ იმუშაოს ჩვენმა იარაღმა. დღეს ჩვენ როცა ვცდიდით ვისროლეთ კამერის გარეშეც და კამერითაც და რეალურად ექსტრაქციის მიმართულება არ შეგვცვლია, თუმცაღა როგორც უკვე ვახსენე, ეს სხვადასხვა ექსტრემალურ პირობებში იდეაში ეხმარება ამ იარაღს იმაში, რომ უფრო საიმედოდ იმუშაოს. ვიზუალურად დამზადებული არის ცოტა
ოდნავ განსხვავებული ფორმა აქვს და ისეთი ლამაზი არაა, მოკლედ რო ვთქვათ, როგორც არის იგივე AKS-U-ზე. თუმცა აქაც გვაქვს სტანდარტული 14-ზე მარცხენა ბრუნი და შესაბამისად ნებისმიერი კომპენსატორი, ალმქრობი თუ სხვა ლულის მოწყობილობა, რაც სტანდარტულ AKM-ებზე მიდის და ძალიან ბევრი სახეობა არის aftermarket აქსესუარად, ეს გამოსული შეგვიძლია შევცვალოთ და დავაყენოთ. რაც შეეხება სასხლეთს, ჩვენ როცა წინა VBP-ზე ვსაუბრობდით, იქ ტიმნის aftermarket სასხლეთი ეყენა და ამ შემთხვევაში გქონდა პირველი შეხება VBP-ის სტოკ სასხლეთთან, რომელიც არის საკმაოდ კარგი სასხლეთი, ანუ ერთსაფეხურიანი სასხლეტია, ოდნავ პატარა ლუფტივით აქვს წინ, თუმცა ძალიან სასიამოვნო სასროლია და როცა ჯგუფებზეც ვისროდით, ანუ გეხმარება განსხვავებით აი ორიგინალი რუსული ვეპრისგან, რომელსაც საკმაოდ უხეში სასხლეტი აქვს. ამ შემთხვევაში ეს სასხლეტი არის ძალიან კარგად მორგებული ამ იარაღზე. შემდეგი რაც უნდა ითქვას არის აი ასე ვთქვათ მთლიანად დამზადების ხარისხი. VBP-ის ყველა კალაშნიკოვები რაც ჩვენ აქამდე ვნახეთ, მოკლონების გაკეთება არის ძალიან კარგად გაკეთებული. ერთადერთი ხანდახან შევხვდებით ხოლმე პატარა წვრილმანებს, მაგალითად ამ შემთხვევაშიც აი ჩასმი კონდახის ჩასმისას მცირედ ლუფტს კი არა და მცირედ სივრცეს შევნიშნავთ, თითქოს კონდახი ბოლომდე არაა მისული და ისეთ საბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს შეიძლება გამოძრეს, მაგრამ რეალურად ამ კონდახის ფიქსაცია ისე არის გაკეთებული, ეს ასე მარტივად არ მოიყევა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ 7.62-ის შემთხვევაში, როცა ბევრად უფრო დიდი უკუცემის იმპულსი გვაქვს, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს ხოლმე დეტალები თუ რამდენად კარგად არის დამზადებული და მოკლონირებას რო დავაკვირდეთ, ყველაფერი არის ასე ვთქვათ იდეალურად გაკეთებული. დაფარვაც ის შეღებვაც, რასაც VBP აკეთებს ქარხნულად, არის ძალიან კარგი და პირველი თუ არ ჩავთვლით აი მახინჯობას, რაც ამას მოყვება, პირველი ასე ვთქვათ ვიზუალი შეხედვისას ტოვებს ძალიან ხარისხიან შთაბეჭდილებას. კონკრეტულად ეს იარაღი მას გვერდზე დამაგრებული აქვს უკრაინული ფირმა კრუკის გვერდითა ასე ვთქვათ ოპტიკის სამაგრი, რომელიც 2 ცალი ესეთი დიდი ხრახნით მაგრდება. დღეს რაც ვისროლეთ ჩვენ დაახლოებით 60-70 ვაზნა ვისროლეთ. არც ოპტიკის 0 შეცვლილა, ასე ვთქვათ, მოხსნა დაყენება არ გაგვიკეთებია, რადგანაც თვითონ ამ ოპტიკის სამაგრის სიმაღლე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ხუფი მოხსნათ თავისუფლად. მართალია, მოხსნა უფრო ადვილია და დაყენება ცოტა უფრო ჭირს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კარგია და კარგია ის, რომ ყოველი გასვლის შემდეგ ოპტიკის მოხსნა არ გვიწევს და იმის საშუალებას გვაძლევს, რომ იარაღი, ასე ვთქვათ, გავწმინდოთ თამამად. კრუკის სამაგრის გათვალისწინებით ლულის ყოლოფის ხუფის მოხსნა მარტივი ამბავია. ჩასმის დროს ცოტა სპეციფიური ამბავი ჭირდება. ჯერ წინ უნდა მივაწვეთ, წინა მხარეს ჩავსვათ და მერე უნდა დავაწვეთ ქვემოთ. ანუ იდეაში ცოტა რამდენიმეჯერ რო გააკეთებ, მარტივად ჯდება, თუმცა თავიდან როცა ვშვებოდით, ჩვენც აბა ეგეთები ვიყავთ. რაც შეეხება ახლა შიგნეულობას, როგორც ხედავთ, დამაბრუნებელ ზამბარაზე ამ შემთხვევაში გვაქვს უკუცემის ბუფერი. ეს ბუფერი ზოგადად აი ძალიან ისეთი საკამათო საკითხია ხოლმე, იმიტომ რომ ხშირად აკას ტყუნებების გამომწვევი სწორედ ეს უკუცემის ბუფერია ხოლმე. ამ შემთხვევაში ხა დღეს ამ ტემპერატურულ სიტუაციაში იმ ვაზნებზე, რა ვაზნებზეც ვისროლეთ, აშკარად იგრძნობა როგორ არბილებს უკუცემას, იმიტომ რომ მაშინ მიუხედავად იმისა, რომ მოკლელულიანი აკა არის, მიუხედავად იმისა, რომ ლულის მაღლა აწევა ხდება, მხარზე დარტყმა ბევრად უფრო ნაკლები მოდის. ჩვენ ვისროლეთ სტანდარტული ვეპრიც, რომელსაც ჩვენ ვიდეოში ვიყენებთ ხოლმე და იმასთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლებად უხეში უკუცემა აქვს ამ ბუფერიდან გამომდინარე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხდება ხოლმე ამ ბუფერის ასე ვთქვათ, ეს რეზინის ნაწილია, ასე ვთქვათ, მისი გაუხეშება შეიძლება გამოძრეს წინა მხარეს, გაიჭედოს ცუდად გვერდზე და ამის გამო გამოიწვიოს მტყუნება. იდეაში აკას მუღამი ის არის, რომ არის ყველაზე სანდო იარაღი ერთ-ერთი, ამიტომაც ესეთ რაღაცებს ერიდებიან ხოლმე, თუმცა რავი, სამოქალაქო გამოყენების შემთხვევაში ეს ისეთ პრობლემას არ ქმნის და ჩვენი პრაქტიკული პირველი შეხედულებითაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამან. შემდეგი რაც არის, ეს არის საკეტი, რომელიც სტანდარტულად არის AKM-ის და ურთიერთთავსებადია, ასე ვთქვათ, ნებისმიერ AKM-თან, გულისხმობ საბჭოთა წარმოების და ბულგარული წარმოების AKM-ებთან, როგორც ხედავთ, ვახსენე უკვე მე, რომ ეს საკეტის ჩარჩო არის პოლირებული და
სტანდარტულად როგორც VBP-ს აქვს, წინა მხარე, ანუ დგუში არის ნიტრირებული დაფარვის და დაჭერილი არის ამ პინით, რომელსაც მცირედი ლუფტი მოყვება. რა თქმა უნდა, ზომაში ის სტანდარტულისგან განსხვავებულია, რადგანაც ამ შემთხვევაში გვაქვს უფრო მოკლე გაზის სისტემა. რაც შეეხება ხა პრაქტიკულ ნაწილს, ჯერჯერობით ამ იარაღზე საიმედოობის პრობლემა არც 5.56-ზე, არც 7.62-ზე ჩვენ არ გქონია და არც სხვა მფლობელებისგან გაგვიგია. ნუ AK სისტემა თვითონ ისეთი დროში გამოცდილი, ფაქტიურად რავი, საუკუნეში გამოცდილი სისტემაა ლამის და შესაბამისად ძალიან რაღაც უხეშ გადაკეთებას თუ არ გავაკეთებთ მასზე, საიმედოობის პრობლემები ამ შემთხვევაში არ გვექნება. ამიტომაც რავი, ეს იარაღი მუშაობს ძალიან კარგად. მთავარი, ასე ვთქვათ, მუღამი, რატომაც მოკლე 7.62-ს ყიდულობს ხოლმე ხალხი არის ის, რომ იყოს ეს იარაღი კომპაქტური, თუმცა ერთ პრობლემას, რასაც ვაწყდებით, ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეს კონდახი რო შევცვალოთ და დასაკეთს კონდახი დაუყენოთ მას, ჩვენი კანონმდებლობით ის უკვე აღარ ჩაჯდება, ასე ვთქვათ, ტარებით მქონის უფლებაში და შესაბამისად, ამიტომაც გვიწევს, რომ დავჯერდეთ ფიქსირებულ კონდახიან ვარიანტს. რაც შეეხება თვითონ ამ იარაღის სროლას, მე ვახსენე, რომ ბუფერის ჩამატებამ შედარებით უკუცემის დარბილება გამოიწვია. თუმცა თვითონ აგდებას, რა თქმა უნდა, მაგას ბუფერი ვერ გააჩერებს და მაგას უკვე ჭირდება კომპენსატორი და რა თქმა უნდა ეს უკუცემა თვითონ საკმაოდ კარგად იგრძნობა მაგ კუთხით, როცა გვინდა მიყოლებითი გასროლები გავაკეთოთ, რაც კომპენსატორიანი თუნდაც 5.56-იანი თუ 5.55-იანი აკათი ბევრად, რა თქმა უნდა, მარტივია და იდეაში ამის მოლოდინი არც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ვისაც უნდა რომ სწრაფ სროლისთვის გქონდეს თავისი მოკლე 7.62-იანი აკა, ის დააყენებს კომპენსატორს და მე უბრალოდ იქნება ის, რომ ეს იარაღი გახდება ნახევრად ქვემეხი, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი აგრესიული დარტყმით ტალღა იქნება და ხმაც შესაბამისად. რაც შეეხება ხა სიზუსტეს, რაღაც ასე ვთქვათ, ხმები დადიოდა ინტერნეტში, რომ 7.62-ები ისე ზუსტი არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს თავდაპირველად როცა დავიწყეთ ჯგუფებზე სროლა, თავდაპირველად არ ქონდა ისეთი შედეგები, თუმცა საბოლოო ჯამში ცოტა ალბათ იარაღთან გათავისების ამბავიც არის და დღეს სანამ ამის მისროლას დავიწყებდით, სპეციალურად ვისროლე ვეპრიდან 50 მეტრზე და რავი, 5 ვაზნიანი ჯგუფი, 5 სანტიმეტრიანი ჯგუფი იყო ყველაზე კარგი, რაც იდეაში მისაღები კი არა, კარგი შედეგია და დღესაც ამ მოკლელულიანი 7.62-დან Scorpios STV 124 რეინიანი ვაზნებით 5 სანტიმეტრიანი 5 გასროლიანი ჯგუფიც გავაკეთეთ. შეიძლება უფრო მეტიც შეუძლია ამ იარაღს, თუმცა სტანდარტულ AK-ს 100 მეტრზე მოითხოვება დაახლოებით 15 სანტიმეტრია იდეაში მაქსიმუმი, რის მერეც ეს იარაღი არ ითვლება, ასე ვთქვათ, ზუსტად. 15 სანტიმეტრი 100 მეტრზე შეიძლება ER-ის მფლობელებისთვის იყოს სასაცილო, იმიტომ რომ სხვა მაჩვენებლები გვაქვს ხო ამ შემთხვევაში, თუმცა AK-სთვის 3-4 მოვა ყოველთვის იყო მისაღები, რადგანაც ეს იარაღი იქმნებოდა როგორც საბრძოლო იარაღი და არა რაღაც ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი. რა თქმა უნდა, ეხა იგივე ტყეში სასიარულოდ არ ვგულისხმობ სანადიროდ, თავდაცვისთვის 7.62-39 არის ძალიან მძლავრი კალიბრი და მოკლელულებზე არაერთი სხვათაშორის სპეცდანიშნულება, მათ შორის ფრანგული GIGN-იც იყენებს ჩეხური Bren 2-ის 7.62 ვარიანტზე მოკლელულიან ავტომატს. სწორედ იმიტომ, რომ მოკლელულიანი იარაღში ტერმინალური ეფექტი, ანუ გამაჩერებელი ეფექტი, დამაზიანებელი ეფექტი ამ კალიბრს აქვს ბევრად უფრო მეტი, ვიდრე 5.56 თუ 5.45. რაც შეეხება ხა შეჯამებას, ამ დღეების განმავლობაში მოკლედ ამ ორ VBP-ს კალაშნიკოვთან მოგვიწია შეხება და ნამდვილად დადებითი წარმოდგენა დატოვა. ეს არის პირველი საბეჭდილება. მე როგორც უკვე ვახსენე წინა ვიდეოში და მომავალში უფრო მეტ ნასროლზე კიდევ უფრო გამოჩნდება. თუმცა პირველი შეხედულება ნამდვილად სიმპათიას იწვევს. ეს ჩვენი ამ შემთხვევაში ჩვენი განხილვა არის, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ობიექტური, რადგანაც არანაირი დაკვეთით ამ იარაღის გადაღებას არ ვაკეთებთ ჩვენ არხზე. ამიტომაც ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ ერთიც და მეორეც მომწონს და რა თქმა უნდა, ეხა გააჩნია და ძალიან სუბიექტური ამბავია, მაგრამ მეც ისე უყურებ თემას, როცა AK-ს ყიდულობ, ალბათ უნდა იყიდო იმ კალიბრზე, რომელზეც
თავდაპირველად ეს იარაღი იქნებოდა. მოკლეს შემთხვევაში 762 საკმაოდ ისეთი საინტერესო იარაღია, თუმცა თავისი შეზღუდვები, რა თქმა უნდა, მას აქვს. ამიტომ ჯერჯერობით VBP-ზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია.